კითხვა დაიწერა საინტერესო. კობახიძემ არისო სამუშაო ადგილები, სადაც მუშახელის დეფიციტიაო და ამიტომ უცხოელებს ვასაქმებთო, რატომ გამორიცხავთ იმას, რომ მართლა მუშახელის დეფიციტი და უწევთ უცხოელების ჩამოშლა. იმის მაგივრად რომ ხელფასი გაგვეზარდა, რომ აქ ქართველისთვის ნორმალური სამუშაო პირობები ყოფილიყო და არ გაქცეულიყო უცხოეთში, ჩვენ თქვით, რომ მოდი ეს ქართველი უცხოეთში გაიქცეს და აქ უფრო იაფად პაკისტანელი დავასაქმო და მაგის მაგივრად პაკისტანელი რო არ შემოგვეყვანა და დეფიციტი რო იქნებოდა, ნახეთ, სამუშაო ადგილებზე მუშახელის დეფიციტი გვაწყობს ჩვენ დასაქმებულებს. დეფიციტი თუ არის, დამსაქმებელს უწევს რომ გაგვიზარდოს ხელფასი და სამუშაო პირობები. და დეფიციტი რო არ იყოს და ბევრი მუშახელი რო იყოს იაფი, ეგ აწყობს ვინც არის ბიზნესმენი. ჭყონიას რაში ჭირდება ეგ ანუ ვიღაცა ორბიჯგუფის მილიარდერ ბიზნესმენს ეგ მესმის კაცო. მაგრამ შენ პირიქით უნდა გაწყობდეს, რომ სამუშაო ძალის დეფიციტი იყოს, რომ დამსაქმებელი იყოს დაინტერესებული, რომ მაღალი ხელფასი მოგცეს. ბევრი ხალხი თუ არის და ცოტა სამუშაო ადგილი ხელფასებს დაბლა წევენ, ცოტა ხალხი თუ არის და ბევრი სამუშაო ადგილი ხელფასებს მაღლა წევენ.